ქვეყნები ოქროს მარაგს რამდენიმე მიზეზის გამო ქმნიან. უპირველესად იმიტომ, რომ ოქრო სტაბილურ და საიმედო აქტივად განიხილება. გარდა ამისა, ოქრო ამა თუ იმ ქვეყნის ვალუტის სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით ისტორიულად მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, განსაკუთრებით ფინანსური კრიზისების დროს. კიდევ ერთი მიზეზი არის დივერსიფიკაცია. ოქროს როგორც მატერიალური აქტივის რეზერვებში შენახვით ქვეყნებს თავიანთი მთლიანი პორტფელის დივერსიფიკაცია შეუძლიათ. რაც სხვა აქტივების ღირებულების რყევებთან დაკავშირებული რისკების შემცირებას უზრუნველყოფს. ოქროს მიმზიდველობას აძლიერებს მისი შებრუნებული კორელაცია ამერიკულ დოლართან მიმართებით, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც დოლარის ღირებულება იკლებს, ოქროს ფასი იზრდება. ეს დინამიკა კი ცენტრალურ ბანკებს შესაძლებლობას აძლევს ბაზრის არასტაბილურობის პერიოდში თავიანთი რეზერვები დაიცვან. ამჟამად გლობალური ცენტრალური ბანკების საკუთრებაში თითქმის 32,000 ტონა ოქროა აკუმულირებული. ამ რესურსის საბაზრო შეფასება კი დაახლოებით 2,5 ტრილიონ დოლარია. ოქროს გლობალური საბჭოს მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტ 8,123 ტონა ოქროს ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემა ფლობს, რომლის საბაზრო ღირებულებაც 613 მილიარდი დოლარია. ეს რაოდენობა თითქმის იგივეა, რაც გერმანიისა და იტალიის სავალუტო რეზერვების მოცულობა ერთად აღებული. ძვირფასი ლითონი ამერიკის სპეციალურ საცავებში ინახება. ამერიკას გერმანია მოსდევს, რომელიც 3,343 ტონა ოქროს ფლობს, რის ღირებულებაც თითქმის 253 მილიარდი დოლარია. იმის შიშით, რომ ცივი ომის დროს ოქრო საბჭოთა კავშირის კონტროლის ქვეშ არ მოქცეულიყო, მარაგები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილშია გადანაწილებული, სადაც საგანგებოდ ინახება. გავრცელებული ინფორმაციით, გერმანია ოქროს ნიუ-იორკის ფედერალურ სარეზერვო ბანკში, ინგლისის ბანკსა და საფრანგეთის ბანკშიც ინახავს. მესამე ქვეყანა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მეტ ოქროს ფლობს, იტალია. ამ ქვეყნის შემთხვევაში ოქროს მოცულობა 2,452 ტონას შეადგენს, ხოლო ღირებულებითი მაჩვენებელი 185 მილიარდ დოლარს აღემატება. იტალიას მოყვება საფრანგეთი, რომელიც 2,427 ტონა ოქროს ფლობს. ამ მოცულობის ოქროს საბაზრო ღირებულება კი 184 მილიარდი დოლარია. ოქროს დიდი ნაწილი საფრანგეთში სავარაუდოდ 1950-ან 60-იან წლებში შეიძინეს და როგორც სხვადასხვა წყარო ირწმუნება, მისი უმეტესი ნაწილი პარიზის ბანკის სარდაფებში ინახება. 176 მილიარდი დოლარის ღირებულების 2,323 ტონა ოქროს ფლობს რუსეთი. ქვეყანამ ბოლო წლებში ოქროს მარაგების გასაზრდელად 40 მილიარდი დოლარი დახარჯა და რეიტინგში ჩინეთს გაუსწრო. ჩინეთის შემთხვევაში კი მარაგებში არსებული ოქროს მოცულობა 2,264 ტონას შეადგენს, რისი ღირებულებითი მაჩვენებელიც 170 მილიარდი დოლარია. რაც შეეხება საქართველოს, სებმა სავალუტო რეზერვებში ოქროს დამატების გადაწყვეტილება 2024 წლის მარტში მიიღო. მაშინ ეროვნულმა ბანკმა 7 ტონა ოქრო შეიძინა, რომლის ღირებულებაც 529 მილიონი დოლარი იყო. მიმდინარე წლის მარტის მდგომარეობით კი ღირებულება 714 მილიონ 800,000 დოლარამდეა გაზრდილი და ამჟამად ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16,6%-ით განისაზღვრება. მთლიანობაში, როგორც დრო მაჩვენა, აი ამ ოქროს ღირებულება გაზრდილი არის 200 მილიონი დოლარით, ხოლო უშუალოდ მარტის განმავლობაში ოქრო რეკორდულად გაძვირდა, რამაც საქართველოს სავალუტო რეზერვების ის ნაწილი, რაც ოქროში არის განთავსებული, 64 მილიონი დოლარით გაზარდა. შესაბამისად, ჯერჯერობით საკმაოდ მაღალი ამონაგები ნახა ეროვნულმა ბანკმა რეზერვების ოქროში გადატანით. ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. ამჟამად უნცია მეტალის ღირებულება 3,245 დოლარს შეადგენს, რაც ერთწლიან პერიოდში 36%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ოქროს გაძვირება კავშირშია გეოპოლიტიკური რისკების ზრდასთან და მიმდინარე კონფლიქტების ესკალაციასთან. მართალია ასეთი მოცემულობა ინვესტორებისთვის არახელსაყრელია, თუმცა ოქროს ღირებულება სწორედ ასეთი რისკების დაგროვების ფონზე იზრდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამერიკის მხრიდან ტარიფების დაწესება და სავაჭრო ომის გაჩაღება, რაც ეკონომიკური რისკების დაგროვებას და შესაბამისად ძვირფასი ლითონის ფასის აღმავალი ტრენდით დაკორექტირებას განაპირობებს.